ფილადელფია როგორ ხართ? ვის აქვს პირველი შეკითხვა? ისლამ ბევრი იწერება და საუბრობენ ამ მოგებათა სერიის რეკორდზე, რომლის დამყარებას და სათავეში ერთპიროვნულად ჩადგომაც შეგიძლია ამ ბრძოლით. 2012 წელს ანდერსონ სილვას ბოლო გამარჯვების შემდეგ წლების განმავლობაში ბევრი ეცადა, მაგრამ გაჩნდნენ 13-ზე, 14 ან 15 მოგებაზე. რატომ ხარ შენ განსხვავებული? რატომ აპირებ 17-მდე მისვლას და როგორც ამბობ 20-მდე გაზრდას? ყველას მოგესალმებით. 17 საკმარისი არ იქნება. დასწვნებული ვარ, ჩემს რეკორდს ვერავინ მოხსნის. მინიმუმ 20 იქნება. აი რატომ გავაგრძელებ ჩხუბს და ყველა რეკორდს მოხსნე. იანმა თქვა, რომ შაბათს მისი მიზანია თავისი სტილით წყობიდან გამოგიყვანოს. როგორ ემზადები ამისთვის? და როგორც თქვი, ფიქრობ, რომ მოგიწევს მას გამოეკიდო და ზდიო. როგორ პოულობ აქ ოქროს შუალედს. იანი კარგი მებრძოლია, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი აქვს. ბევრი ძლიერი სტრაიკერი და მიმასხებია. ის უბრალოდ მორიგი მეტოქია, სულ ესაა. მას არაფერი აქვს ისეთი განსაკუთრებული, რომ ჩემს ჭიდაობას გაუძლოს. იან, ვიცი შენ ამას მეტოქის წყობიდან გამოყვანას ეძახი. ისლამმა კი მას გაქცევა და ქულებზე ჩხუბი უწოდა. ფიქრობ, რომ მისნაირ ჩემპიონთან იმის გათვალისწინებით, რაც გააკეთა, შაბათს მოგიწევს შეხვიდე და ეს ქამარი ძალისმიერად წამოიღო. შაბათს ღამით ეს ქამარი ჩემს წელზე იქნება და თითოეული თქვენგანის განწყობა შეიცვლება. ყველა იყვირებს, მიდი, ეს გარის შანსია, მეც მიყვარხართ. ოსტატური манипуляცია, აი რა ქვია ამას, მოძრაობა უმაღლეს დონეზე. ამას ქვია ოსტატური манипуляცია. მე მოძრაობ, ვირჩევ დარტყმებს, ვაიძულებ მათ იყვნენ იქ, სადაც მე მინდა და შემდეგ დროს ვუთმობ სწორი დარტყმების ამოსარჩევად. ისლამი ფენომენალური ტალანტია, ფენომენალური ათლეტი. ვერავინ მიდის პატივისცემის ამ დონემდე და არ აქვს ასეთი სერია უბრალოდ იღბლით. ეს წმინდა ოსტატობა. მხოლოდ პატივისცემა მაქვს მისი უნარების მიმართ და იმის მიმართ, რაც ამ სპორტში გააკეთა. და ვამაყობ, რომ მეძლევა შანსი შევეჯიბრო მას, რათა დავამტკიცო, რომ ჩემპიონი ვარ. ეს დიდი პატივია და აღფრთოვანებული ვარ. ვიცი, პირველი პირისპირ დგომის შემდეგ თქვი, რომ მისგან ნერვიული ენერგია იგრძენი. ვიცი, აქ მხოლოდ რამოდენიმე წუთია ხართ, მაგრამ რას გრძნობ ისლამ მახაჩევისგან დღეს? როგორც თქვი, ფიქრობ ეს უფრო იმის ბრალი იყო, რომ მას უბრალოდ არ ენდომებოდა აქ ყოფნა. მას ეს ბევრჯერ გაუკეთებია როგორც ჩემპიონს, არ ადარდებს ასეთი რამეები. და მე ძალიან ნათლად გითხარით, ისასაც მართლა აქვს მნიშვნელობა ხვალ ღამითაა. როცა ოფიციალურ ცერემონიაზე დავდგებით ერთმანეთის წინააღმდეგ, ამ დუელში დავინახავ ნამდვილ ენერგიას. ვიცი, რომ ეს ბევრჯერ გაუკეთებია, ვიცი როგორიც არის, ის დაუჯერებელი მებრძოლია. მზადაა მომენტისთვის და მიხარია, რომ მზადაა. იან, გუშინდელ ინტერვიუში ისლამმა თქვა, რომ სინამდვილეში ირლანდიელად არ გთვლის. ფიქრობს, რომ უფრო ბრაზილიელი ხარ. ხედავ ამ ბრძოლას როგორც დაღესტონ ირლანდიურ დაპირისპირების გაგრძელებას. მისმინე, თუ მას სურთ ბრაზილიელი მიწოდონ, ამ საპატიო წოდებას უპრობლემოდ ვატარებ. ბრაზილიელებს ამ სპორტში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევები აქვს. ბრაზილიელმა გულშემატკივრებმა ეს იციან. ყავს დემიენ მაია, ჩარლზ ოლივეირა, ანდერსონ სილვა, ჟოზე ალდო. ისინი ლეგენდები არიან. ასე რომ, თუ ის ბრაზილიელად მთვლის, ამას სიამაყედ მივიღებ. მაგრამ მე დაბადებული და გაზრდილი ვარ დუბლინში, ირლანდიაში. ეს ბრძოლა ჩემს და მას შორისაა. ეს არის პლანეტის ორი უდიდესი მებრძოლის შეხვედრა პირისპირ. მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულისთვის, ქვესაშუალო წონის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულია სასწორზე. ის ნომერ პირველი მებრძოლია pound for pound-ის რეიტინგში. მე ნომერ პირველი პრეტენდენტი ვარ. ეს წლის უდიდესი ბრძოლაა და მე სრულად მზად ვარ ამისთვის. ის ამბობს, რომ შაბათს ღამით განსაკუთრებული არაფერი გაქვს საჩვენებელი, რაც ფიქრობ, ისლამის დამარცხება რას იზავს იმის დასამტკიცებლად, რომ განსაკუთრებული მებრძოლი ხარ. მისი დამარცხება დაამტკიცეს, რომ განსაკუთრებული ვარ, აქ ამ ოქტაგონზე. თითოეული თქვენგანი, გულშემატკივარი, თulis მას ნომერ პირველ მებრძოლად პლანეტაზე. თქვენ თulit მას უდიდეს მებრძოლად, რომელიც ახლა დედამიწაზე დადის. როცა მას დავამარცხებ, ყველანი ენას ჩაიგდებთ და მე მიწოდებ დიდებულს. იან აშკარა, რომ ხალხთან ერთობით ცოტათი გაოცებული ხომ არ ხარ, რატომ არ უყვარხარ ამ ხალხს? ფეხებზე მკიდია, საერთოდ არ მენაღვლება. ჩემი პატარა ბიჭი აქაა, მიყურებს, იცინის, იღიმის და სახეებს მანჯავს. მე ჩემი ოცნებით ვცხოვრობ. ისლამი აქაა, შაბათს ღამით უნდა გამოვიდე და მსოფლიო ტიტულისთვის ვიჩხუბო. ამ ოცნებაზე ვოცნებობდი, როცა 16 წლის ბავშვი ვიყავი. ვოცნებობდი გამხდარიყავი UFC-ს მებრძოლი. ვოცნებობდი მქონოდა შესაძლებლობა ვიჩხუბო UFC-ს მსოფლიო ტიტულისთვის. და ამ უქმეებზე 15 აგვისტოს ფილადელფიაში, პენსილვანიაში ყველა ჩემი ოცნება ახდება და ვერავინ წამართმევს ამას. ისლამ, ცოტათი გაოცებული ხომ არ ხარ გულშემატკივრებით? ცოტა გაოცებული ხომ არ ხარ, რომ ხალხი ასე იანის წინააღმდეგა ამ შაბათს? არა, გაოცებული არ ვარ.
არავის უყვარს გარი, თვითონაც არ იცის, რადგან ხალხი დაიბნა, რომელ ქვეყანას წარმოადგენს, ბრაზილიას თუ ირლანდიას. ხალხმა ეს არ იცის. ხალხმა იცისთვის უნდა დაუჭირონ მხარი, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ბევრი გულშემატკივარი ხანდახან ამბობს, რომ იანი გამაღიზიანებელია. გეჩვენება იანგარი გამაღიზიანებლად? ეს პროვოკაციული კითხვაა უკაცრავად. აი რას აკეთებ ახლა უბრალოდ ვცდილობ სიტუაციის არევას. არ ქნა ეს. ჩვენ მეგობრები ვართ. მეგონა კარგად ვიყავით. ეს არ ქნა. მე უბრალოდ ვცდილობდი. ეს უბრალოდ სიტყვებია და შენ ეს იცი. თუ ის ასე ფიქრობს, შეუძლია იყოს გულწრფელი და თქვას, მაგრამ შენი სამუშაო, როგორც ჟურნალისტის, არის იყოთ პროფესიონალი და მიყვე სპორტს. ეს წლის უდიდესი ბრძოლა. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი თემებიც გვაქვს სალაპარაკოდ. შეკითხვა იან მაჩადო გარის. იან, კონორ მაგრეგორმა იწინასწარმეტყველა, რომ თავში ფეხის დარტყმით ნოკაუტით გაიმარჯვებ. როგორი ენერგია მიიღე მისგან ბოლო 12 წლის განმავლობაში? ძმაო, ეგ ფანტასტიკური ფინალი იქნებოდა. უკვე ვიცი, რომ ეს ბრძოლა შაბათს ღამით ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე ომი იქნება. ჩემი კარიერის ყველაზე რთული გამოწვევა მელოდება წინ და მხოლოდ პატივისცემა მაქვს მისი. ჩემი საქმეა ხელებმაღლა აწეული გავიდე ნებისმიერი გზით, რაც საჭირო იქნება. თუ შევძლებ მის დაფინიშებას, ეს უბრალოდ ორძეალობალი იქნებოდა. შეკითხვა ისლამ მახაჩევს, მსუბუქ წონაში ყველას მოუგე, ახლა ქვესაშველო წონაში იწერ მიღწევებს. იან მაჩადო გარის დამარცხება შენი კარიერის უდიდესი გამარჯვება იქნება. არა, ეს არ იქნება ჩემი კარიერის უდიდესი გამარჯვება. უდიდესი გამარჯვება ტიტულისთვის ბრძოლა. ორი ტიტული მოვიკე და ახლა ჩემი ქვესაშველო წონის ტიტული უნდა დავიცვა. ქვესაშველო წონა ახლა უფრო კონკურენტული დივიზიონია, მეტი კარგი მეტოქე მყავს. და აი რატომ მინდა კიდევ ბევრი წელი ვიჩხუბო, რადგან ამ დივიზიონში რეალური პრეტენდენტები გვყავს. დენა, როგორც ფილადელფიელ ბიჭს, მგონი ყველა სახელი შემეძლია ვთქვა. ჩემუგან 7 წელი მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა ფილადელფიაში UFC-ს გარეშე. ხომ ეთანხმები, შეგვიძლია შემდეგში უფრო მალე დავბრუნდეთ? გეთანხმები, სრულიად გეთანხმები. მიყვარს ეს ქალაქი ძმაო, მიყვარს აქ ჩამოსვლა. და დიახ, ძალიან აღფრთოვანებული ვარ აქ ყოფნით. ასე რომ პასუხია, დიახ ბატონო. ისლამ, კიდევ ერთი შეკითხვა ჩემგან შენთვის. იანმა გუშინ მედია დღეზე თქვა, რომ სურს როკი ბალბოას სახე მოერგოს. ცაცია სტილი, მარცხენა ჰუკი. არსებობს სამყარო, სადაც შენ მოერგებ როკის როლს და მას დგომში ბრძოლა დაგცე, სადაც მოგება შეგიძლია. არ ვიცი ვინ იქნება როკი, მაგრამ ჩემი გეგმა გალიაში შესვლის პირველივე წამიდან ზეწოლა მოვახდინო მასზე. წავაქციო, გავტეხო და ყველაფერი იქვე დავამთავრო. ამ ბრძოლის ვადამდე დასრულებას ვგეგმავ. ჰეი დენა, პირველ რიგში მოგესალმებით ფილადელფიაში. მეორეც, ამ ღონისძიების შედგენისას იყო რაიმე პრობლემა ადგილობრივი ფილადელფიელი მებრძოლის ჩასმასთან დაკავშირებით? რა არის კითხვა? როცა ამ შოუს ადგენდით, იყო თუ არა რაიმე პრობლემა ფილადელფიელი ბიჭების ჩასმასთან დაკავშირებით? არც კი ვიცი, არის რაიმე პრობლემა ფილადელფიელი ბიჭების ჩასმასთან დაკავშირებით? მეტი ფილადელფიელი ბიჭი გინდათ, ხომ? შონს და მიქს გადავცემ. კითხვა იან მაჩადო გარის. იან გამარჯობა. ბევრმა რუსმა მებრძოლმა ჭიდაობის გამოცდილებით წელს საერთოდ არ იჭიდავა. მოვსარმა არ იჭიდევა მერფისთან. ხამზად ჩიმაევმა თითქმის არ იჭიდევა შონთან. რა არის იმის შანსი, რომ ისლამაც არ იჭიდაოს შენ წინააღმდეგ შაბათს ღამით? ისლამი ყველაზე უკეთესია. ის უდიდესი მებრძოლია პლანეტაზე ახლა. ისლამი შემოვა რაღაც მომენტში ხელს ჩამავლებს და იქ არის მომენტი, როცა ბრძოლა იწყება. მოუთმენად ველოდები ამ მომენტს, რათა დავამტკიცოთ ჩემი ტალანტი. ჩემი უნარები ვუჩვენო ყველას, რომ შემიძლია მისი ჭიდაობის შეჩერება და ბრძოლის გადაყვანა იქ, სადაც მჭირდება, გომში. კითხვა ისლამ მახაჩევს. ვიცით, რამდენად მძიმეა თქვენი გუნდი ხაბიბ ნურმაგომედოვის ხელმძღვანელობით. ფილადელფია სპორტის ლეგენდის როკი ბალბოას ქალაქია. ვნახეთ, როგორ დარბოდა კიბეებზე, როგორ უტყამდა ღორის ხორცის ტანებს და ათრევდა მორებს. მომზადების ამ დონით გაივლიდა ის ხაბიბის შეკრებას. როკის ყოველთვის ყველაზე მძიმე ვარჯიშები ჰქონდა. ყოველთვის ძალიან სასწის შეკრებებს გადიოდა, ასე რომ ვფიქრობ, ჩვენს ბანაკში, ხაბიბის ბანაკში როკის ვარჯიშების მეორე და მესამე ნაწილს გავაკეთებდით. ისლამ, ნიუ-იორკში შენი ბოლო მოგების შემდეგ, დენამ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ყველაფერი
რაც აბდულმანაპ წინასწარმეტყველა ხაბიბისა და შენზე ფაქტობრივად ახდა. უბრალოდ მინდა რომ ვიცოდე, დღეს რომ აქ იყოს, რა სიფიქრებდა იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა შენი კარიერა და რა სიფიქრებდა, კიდევ რა უნდა გააკეთო ამ სპორტის უდიდესი მებრძოლი რომ გახდე? მოდით, ყველა დროის საუკეთესოობაზე და ციფრებზე ჩემი კარიერის დასრულების შემდეგ ვისაუბროთ. ის იამაყებდა მისით, შეხედეთ რა გააკეთა, ის ისევ იგებს. ჩვენ საქმეს გავაკეთებთ და 60 მატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ ვნახოთ რა სიტყვის დენა. შეიძლება მე გავცი ამას პასუხი? ის იამაყებდა მისით. შეხედეთ რა გააკეთა ამ სპორტში. მან თავისი ქვეყნის დრო ჩაატარა, მოიგო 2 მსოფლიო ტიტული. შეუძლებელია რომელიმე ადამიანმა არ იამაყოს იმით, რაც ამ კაცმა გააკეთა. გთხოვ მოგეთე. ის საუკეთესო მებრძოლია პლანეტაზე. იანგარი, როგორი შეგრძნება ამ უქმეებზე გამოსვლა და როცა მთელი დარბაზი შენ წინააღმდეგაა და ისტორიის დაწერის შანსი სასწორზეა, იმის შანსი რომ მოხსნა MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მოგებათა სერია, გააზრებული გაქვს ეს? აღფრთოვანებული ვარ. ეს არის მომენტი, რომელზეც ვოცნებობდი. მას შემდეგ რაც UFC-ს შევუერთდი და კონტრაქტი გავაფორმე პლანეტის უდიდეს ორგანიზაციასთან. თითოეული მებრძოლის ოცნება იჩხუბოს და მოიგოს UFC-ს მსოფლიო ტიტული. შაბათ ზღამით მაქვს შესაძლებლობა ეს გავაკეთო. გამოვალ და ყველაფერს გავიღებ რაც მაქვს და ამ ქამას წელზე შემოვიხვევ.